მოგესალმებით ეთერში ეს დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ქვეყნის განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა. კვლავაც რჩებიან ანტიქართული ძალები, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისთვის ძალღონეს არ იშურებენ. ამის შესახებ პრეზიდენტის პოსტზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა, სადაც პარლამენტს მოხსენებით მიმართავს. ყაველაშვილის განცხადებით საფრთხე მანამდე იქნება, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება და საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები არ დასუსტდებიან. სწორედ ამიტომ ქართული ხალხის ნება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული ღირებულებები არის საქართველოს არაკეთილმოსურნეების მთავარი სამიზნე, რადგან იციან, რომ ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე სწორედ ამაზე დგას. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება და საბოლოოდ გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს, განაცხადა ყაველაშვილმა. ეს არ არის კანონი, ეს არის დაანონსებული უკანონობა, რეპრესიები და ძალადობა, რომელიც არ ტოვებს არანაირ სივრცეს თავისუფალი სიტყვისთვის, უბრალო კრიტიკისთვის ან შეკრება მანიფესტაციებისთვის. ასე შეაფასა სტრატეგია აღმოჩენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებები. ჩიხლაძის განცხადებით ასეთი სისასტიკე და ძალადობა რეჟიმის ხელისუფლებიდან გადაემდის პროცესს აჩქარებს. როგორც ჩანს, რეჟიმი ფიქრობს, რომ რაც მეტი დაკავებული, დაჯარიმებული და ნაცემი ადამიანი ეყოლება, ამით ხელისუფლებაში ყოფნას გაიხანგძლივებს, თუმცა გადახედონ ისტორიას, განსაკუთრებით მსოფლიოში ბოლო 10 წლეულების ისტორიას დანახავენ, რომ ასეთი სისასტიკე და ძალადობა პირიქით აჩქარებს რეჟიმის ხელისუფლებიდან გადევნის პროცესებს, განაცხადა ჩიხლაძე. პოლიტიკურ ძალთა ერთობას ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე Facebook-ის გვერდზე წერს. მისი შეფასებით საჭიროა სამოქალაქო და პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია, რაც გამარჯვებას მოიტანს. ამ მახინჯ რეჟიმს, რომელიც ჩვენს თვალწინ უკვე დიქტატურად ჩამოყალიბდა, სხვა ვერაფერი მოერება თუ არა დიდი სამოქალაქო და პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია, როგორც ქუჩის პროტესტში, ისე სამუშაო მაგიდასთან. ბოლო მოვლენება გვაჩვენა, რომ აუცილებელია ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც არჩევნებში გამარჯვებული პროდასავლური პარტიები და ხალხი შექმნის. ეს კი ერთობის გარეშე წარმოუდგენელია. ბრძოლას თავისუფლებისთვის მხოლოდ ერთობით მოვიგებთ, წერს მამუკა ხაზარაძე. გარესამყარო ბოლომდე ვერაცნობიერებს თუ როგორ აქცევს ერთი ადამიანი თავის ერთპარტიულ სისტემას პუტინის რუსეთის იმიტაციად. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურავიშვილი X-ზე წერს. დღეს პარტიამ ახალი რეპრესიული ზომების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, გაზარდა ჯარიმები, პატიმრობის ვადები, აკრძალა საპროტესტო აქციები, თუნდაც კერძო სივრცეში, წერს სალომე ზურავიშვილი. ის რაც ხდება უკვე გასულია სამართლებრივი ნორმებიდან, ეს აღარ არის უკვე სახელმწიფო, ეს ყველაფერი უკვე დაემსგავსა დანაშაულებრივ ორგანიზებულ დაჯგუფებას, რომელიც დათარეშობს კანონის სახელით და ძალადობს ადამიანებზე. ამის შესახებ პარტია სამართლიანობისთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი განაცხადა. ბესელიამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში პასუხისმგებლობა საკონსტიტუციო სასამართლოსაც დააკისრა და განმარტა, რომ მისი ბრალეულობა პრეზიდენტის სარჩელის მიღებაზე უარის თქმა, რომელიც საარჩევნო საკითხებს ეხებოდა. არასდროს არც ერთ ავტორიტარულ ქვეყანაში არ ყოფილა ჩანაწერი, რომ როცა სამართალდამცველი ხარ შეგიძლია მოიქცე მხეცივით და კოლექტიურად მოაწყო სადამსჯელო წამება. ეს არსად არ არის ჩაწერილი და ხომ აკეთებენ. მითხარით რა აზრი აქვს ამათ ხელში, ან რას დაწერენ, რას შეცვლიან და რას გააუარესებენ. ის რაც ხდება უკვე გასულია სამართლებრივი ნორმებიდან, ეს აღარ არის უკვე სახელმწიფო. არ აქვს მას არც ერთი ატრიბუტი და ნიშანი და ეს ყველაფერი უკვე დაემსგავსა დანაშაულებრივ ორგანიზებულ დაჯგუფებას, რომელიც დათარეშობს კანონის სახელით და ძალადობს ადამიანებზე, განაცხადა ბესელიამ. საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აღარ იარსებებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მეთივე ინფორმაციით აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით მიიღო. როგორც განცხადებაშია განმარტებული, საჯარო სამსახურის ბიურო თავდაპირველი ფუნქციების 1/3-ს უკვე აღარ ფლობს, ამიტომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით მისი არსებობა მიზანშეუწონელია. ამ ეტაპზე საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები არსებითად შემოიფარგლება საჯარო ადმინისტრირების რეფორმაზე მუშაობით, რაც მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება და საჯარო სამსახურში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რაც მეტწილად ტექნიკურ ფუნქციას წარმოადგენს. მიმდინარე წლის 10 მარტიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი პარლამენტის კვლევითი ცენტრი ლიკვიდირებულ იქნება. ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონება და მისი კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური, ასევე სხვა შესაბამისი საინფორმაციო და კვლევითი რესურსი საქართველოს პარლამენტის ბალანსზე აღირიცხება. ლიკვიდაციის შედეგად პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები გათავისუფლებიან, თუმცა მიიღებენ კომპენსაციას 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. რეალობამ მოგვცა ის, გარე ფინანსების
მოძიების რესურსი იმდენად დიდი არ იყო, რომ დიდი კვლევების წარმოება ყოფილიყო შესაძლებელი. ამავე დროს გარე კვლევების და პარლამენტის მიღმა საქმიანობაში ჩართვა თანამშრომლობის რესურსების სხვა საკითხებზე მიმართვას გულისხმობდა. ის თავდაპირველი მიზანი, რომელიც ჩადებული იყო პარლამენტის კვლევითი ცენტრის შექმნაში, ვერ რეალიზდა. ასე ახსნა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება. დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართულ ხალხს მხარი უნდა დავუჭიროთ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯეიმს მაკკლინი X-ზე წერს. დიდმა ბრიტანეთმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს. ამ შაბათ-კვირას საქართველოში ძალადობა ადასტურებს იმას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა. ჯო უილსონმა და საგარეო საქმეთა მინისტრს ივანიშვილის და პუტინის ოლიგარქი მარიონეტის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდებთ. წერს მაკკლინი. ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და ბრიტანელმა დეპუტატმა ჯეიმს მაკკლინმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ ლემის ერთობლივი წერილი გაუგზავნეს, რომელშიც მას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს. სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით 2024 წლის განმავლობაში ჩატარებული სასწავლო კურსების ფარგლებში 900-მა პირმა მიიღო კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერტიფიკატი. სემეკის ინფორმაციით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობდნენ რეგულირებადი კომპანიების, ბიზნესის, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. 9 აპრილის ქუჩაზე გამართულ აქციაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო. სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასრულთან შეიკრიბნენ, რადგანაც სკანირებდნენ. თავისუფლება მზია ამ ახლობელს. აღნიშნულის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ პროტესტი პარლამენტის გვერდით მდებარე 9 აპრილის ქუჩაზე გაეგრძელებინათ. როდესაც მედიის წარმომადგენლები და აქციის სხვა მონაწილეები 9 აპრილის ქუჩისკენ დაიძრნენ, პოლიცია მათ გადაადგილება შეუზღუდა. ჟურნალისტებმა სამართალდამცველებს განუმარტეს, რომ ისინი გზის გადაკეტვას არ აპირებდნენ და პროტესტის გაგრძელება უნდოდათ. ამის შემდეგ პოლიცია მათ ტროტუარზე გადაადგილების ნებართვად დართო, თუმცა ვითარება რამდენიმე წუთში შეიცვალა. პოლიციამ ჟურნალისტებს ტროტუარზე დგომის საშუალება არ მისცა. საბოლოოდ მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარებს სერვისის მიღება დამატებით თურქეთის კიდევ 3 კლინიკაში შეეძლებათ. პროგრამას მედიკანა საერთაშორისო კლინიკა, MC ჰოსპიტალი და მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალ დაემატა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში პაციენტები მომსახურებას უკვე 8 კლინიკაში, თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მიიღებენ. ახალ პარტნიორ კლინიკებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა. მინისტრი თურქეთში საქართველოს სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელ ხათუნა ჩაჩავასთან და ფონდის წარმომადგენელ ქეთევან კარტოზიასთან ერთად იმყოფებოდა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი გახდება. ინფორმაციას CNBC ნორვეგიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. სტოლტენბერგის ახალი თანამდებობა ნორვეგიის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს უკავშირდება, რომელიც მთავრობამ გამოაცხადა და რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკულ დირექტივებთან დაკავშირებით შიდა დაპირისპირების ფონზე მმართველი კოალიციის დაშლას მოყვა. იენს სტოლტენბერგი, რომელიც ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის წევრია 2014-2024 წლებში ნატოს გენერალური მდივანი იყო, მანამდე მას ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ორჯერ 2000, 2001 და 2005, 2013 წლებში ეკავა. ილონ მასკი ჩვენი ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ილონი ჩვენი ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს და არც გააკეთებს. მას ნებართვას იქ მივცემთ, სადაც საჭირო იქნება, სადაც ეს მართებული არ იქნება, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. სადაც ვთვლით, რომ კონფლიქტი ან პრობლემა არსებობს, ჩვენ ამასთან მიახლოების უფლებას არ მივცემთ. განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, ილონ მასკი მენეჯმენტისა და ხარჯების თვალსაზრისით ნიჭიერია. ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კრიმინალური ორგანიზაცია უწოდა და აღნიშნა, რომ მის დახურვაზე მუშაობდა. გუშინ ვაშინგტონში USAID-ის შტაბ-ბინა დაიხურა, ხოლო სააგენტოს თანამშრომლებს აცნობეს, რომ სახლებში დარჩენილი იყვნენ. გადაწყვეტილება დემოკრატმა კონგრესმენებმა შტაბ-ბინასთან გააპროტესტეს. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი JD Vance საფრანგეთსა და გერმანიას ეწევა. ამის შესახებ ინფორმაციას დი ჰილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. JD Vance აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში პირველ საგარეო ვიზიტს 11 თებერვალს საფრანგეთში განახორციელებს, სადაც ხელოვნური ინტელექტის შესახებ დაგეგმილ სამიტს დაესწრება. JD Vance საფრანგეთიდან გერმანიაში გაემგზავრება და 14-16 თებერვალს გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ცნობისთვის, დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის რანგში პირველი საგარეო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებია.
სალვადორი ამერიკის შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული ნებისმიერი ეროვნების არალეგალი მიგრანტების მიღებას დათანხმდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სალვადორის პრეზიდენტ ნაიბ ბუკელესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პრეზიდენტი მიგრაციის შესახებ მთელ მსოფლიოში ყველაზე უპრეცედენტო და არაჩვეულებრივ შეთანხმებას დათანხმდა, განაცხადა რუბიომ. ასევე რუბიოს განცხადებით ბუკელემ სალვადორის ციხეებში საშიში ამერიკელი დამნაშავეების განთავსება შესთავაზა. შეგვიძლია ისინი გავგზავნოთ და მათ თავის ციხეებში ჩასვამს. მან იმავეს გაკეთება შემოგთავაზა საშიში დამნაშავეებისთვის, რომლებიც სასჯელს აშშ-ში იხდიან, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი აშშ-ის მოქალაქეები, თუ ქვეყანაში ლეგალური ბინადრობის უფლება აქვთ, აღნიშნა რუბიომ. პეკინი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ ზოგიერთ პროდუქტზე, მათ შორის ნედლნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და თხევად ბუნებრივ გაზზე საპასუხო ტარიფებს აწესებს. CNN-ის ინფორმაციით ამის შესახებ ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ზომები გულისხმობს 15%-იანი ტარიფის დაწესებას ქვანახშირისა და თხევად ბუნებრივ აირზე და 10%-იან ტარიფს ნედლნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, დიდგაბარიტიან ავტომობილებსა და პიკაპებზე. აღნიშნული ტარიფები 10 თებერვლიდან ამოქმედდება. პეკინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე დაწესებული 10%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.